რუსთავის მერია ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და სრული მოდერნიზების პროექტს ახორციელებს. დაგეგმილი 82-დან 60 ლიფტი უკვე მოდერნიზებულია. გასულ წელს სამუშაოებისთვის ჯამში 2.330.000 ლარი დაიხარჯა. პროექტისთვის თანხა გამოყოფილია მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც. პარალელურად რუსთავში მოქალაქეებს ლიფტით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. მათ მოვლაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს. რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და სრული მოდერნიზების პროექტი 2020 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. წელს დაგეგმილი 82 ლიფტიდან 60 უკვე მოდერნიზებულია. ამ ეტაპზე სამუშაოები 22 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მეშვიდე მიკრორაიონის 27 კორპუსია. ეს კი ამ კორპუსის მოძველებული ლიფტია, რომელიც 36 წელს ითვლის. სრულად ამორტიზებული და უსახური ლიფტის ნაცვლად ადგილობრივებს სულ მალე უსაფრთხო და მოდერნიზებული ლიფტი ექნებათ. ხდება ლიფტების მოდერნიზება. ეხლა ვიმყოფებით ზუსტად მეშვიდე მიკრორაიონის 27 ნომერი ლიფტთან. სადაც თქვენ უყურებთ, რომ შესაძლებელი არის ძალიანად ელექტროობა და უსაფრთხოება იყო ნაკლებად დაცული. აქედან გამომდინარე, ხდება ამ ლიფტების რეაბილიტაცია, იცვლება მთლიანად ლიფტის შიგნითა შიგთავსი, ასევე ეგრეთ წოდებული ტროსები, რომელიც დამაგრებული არის და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე უნდა იყოს უფრო მეტად მყარი, კაბინები იცვლება, ასევე იცვლება ორზანდით განახერთ. ასევე იცვლება სამანქანოები, სადაც იქნება ყველანაირად დაცული უსაფრთხოების ნორმები. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ მოკლედ მოახდინოს ლიფტის სარგებლობა. დროული იყო და საჭირო პროექტი ხორციელდება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა ლიფტები. ფაქტიურად მაღლა სართულზე მცხოვრებლები ძალიან შიშით მოძრაობდით ლიფტით, იმიტომ რომ იყო საშიშროება ჩავარდნის, იყო გაჭედვის და დროული იყო რომ ეს ახალი ლიფტი გვეცლება. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ძალიან ცუდად იყო უკვე შესახედავი. კარებები აღარ უარგოდა, კაბინა დანგრეული იყო და უკვე აგეთ მდგომარეობაში იყო ლიფტი. პირველ ხანებში არაფერი არ სჭირდა ამ ლიფტს, კარგად მუშაობდა, მერე თანდათან ყველაფერი მოიშალა, გაფუჭდა, ვცვლიდით მატორს, არა მატორი არა, იმას ვცვლიდით ნასოსის რაღაც მართლებ. ხო და რა ვიცი, ახლა მინდა რომ ცოტა სიახლე იყოს, მოგწონს ის სხვაგან გაკეთებული ახალი ლიფტები. ლიფტების სრული მოდერნიზება უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ხდება, რაც მართვის ახალი კარადის მონტაჟს, ელექტროგაყვანილობის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ძრავის, სამანქანე მოწყობილობების და კაბინის მოწყობას ითვალისწინებს. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და უფასო ლიფტების პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ 2022 წელს დაიწყო. 2024 წლის რუსთავის ბიუჯეტში ლიფტების მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად 2.330.000 ლარი იყო გათვალისწინებული. 2022-2024 წლებში რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 330 ახალი ლიფტი დამონტაჟდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, 11 მილიონი ლარია დახარჯული როგორც მოვლაპატრონობაზე, ასევე რეაბილიტაციის ნაწილზე. დავიწყეთ ყველაზე ამორტიზირებული ლიფტებით, იქ სადაც მომატებული იყო საფრთხე. დღემდე გამოცვლილი და სრულად თანამედროვე ევროპული სტანდარტის ლიფტი უკვე დამონტაჟებულია 330-ზე მეტ მისამართზე. ახლაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. წელს ჰქონდა გეგმა 86 ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 22 მისამართზე აქტიური მიმდინარე სამუშაოებია. მთავარი არის, რომ ჩვენ რა დაპირებაც მივეცთ მოსახლეობას ეს შესრულდეს და გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რუსთავი იყოს ერთ-ერთი ის ქალაქი, სადაც სრულად ჩანაცვლდება ეს ძველი საბჭოთა ლიფტები და იქნება თანამედროვე უსაფრთხო ევროპული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. რუსთავში მოძველებული ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ლიფტების პროგრამა არის ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა იმ მრავალ სხვა პროგრამათა შორის, რომელიც ქალაქში აქტიურად და ეფექტიანად მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობს და ძალიან გასახარია. ქალაქის ვიზუალური იასახი დღითი დღე უმჯობესდება და ლიფტების პროგრამა არის ერთ-ერთი ის მოსაწონი ამბავი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან იყო მხარდაჭერილი. რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პარალელურად ქალაქში ლიფტებით სარგებლობა უფასო გახდა და მათი მოვლა პატრონობა თავის თავზე რუსთავის მერიამ აიღო.